გამარჯობა ხალხო. გამარჯობათ. როგორ ახართ? როგორ ხართ? ახდება ახალი თქვენსგან. ხალხო სამი დღე ერთ დამილაგებია ოთახი და ქვეყანი მტვერია. ნაგავია სამსი. ეს რატო დროება ახლა? რატო? ფეხი. შეცდომით არის ეთქვა. უყოვა ეთქვა გაგითებული. ამისია ესა ვაფშე. მე არ ვიცი. ხელა. ეგედა ვასარს უგული. არ არის სათხარ. არ არის სათხარ. არ დინამიკზე კერძე იმასაჟებიან ყველა. იმაზე ჩაწერენ ხოლმე აქვე, ფლეშბექზე ერის იმაზე. ბარაც. ჩანს. კი, გასაგებია ჩანს. უბრალოდ აღარ არის მოდაში თუ თავის დროზე ის იყო ეგ არა ქვია. გადა საგდებათ მაინც გინა. მოდა. მუშაობ და რაზე უნდა გადააგდო. ეგ არასწორად ადგილი და ეხლა შე. გონი. როგორც მე თუ ისე და. აბა. არა. ეს უკუმა აქ მგონი ხელი. რომელი მხარეს აქვს ხელი აწეული, მარჯვნივ თუ მარცხნივ? ერთი ხელი ხო აწეული აქვს. არა, ერთი ხო ისე უჭირავს. აგერა აქ ეს. ეს ხელი. 4 ქონია. 4 ხელია, კაცო, ერთი ხელი კი არა. მე მეგონა ერთი ქონდა. ისეთი კარგი ამიდია გარი, ხარ. ისეთი ქარია რომ რა ვიცი. კარგი ის არის სიგრილე. რა ვიცი ისე ვიძახიან რომ აიმატებს ისინი ტემპერატურებიო და. 19 უნდა ის არის კაცო. მეგონა ჩვენ შევეიწინა აპტეკი. ბუნებას რა შეეწინააღმდეგე. ადამიანი ბუნებასთან არის უძლური.
მოვიდა და რანაირად მივიდია იქა. სადა? აი ეს ხარი თორე იცი როგორ ის არის? ტერია? ტერია ხო. ფანჯარას. მოსასვლელი ის არის დივა. დაბლა ჩატიხა. აქ რანაირად მივიდე. ოჰოჰოჰო. აქ ეს უყურე გიორგი. აბა. მოდი ცოტა ხანი ეს უნდა გამოწიო ოდნა აღარ შეიძლება. გამოწიოთ და მივიძიოთ მე. ცოტა ხანი ეს ცოტა რომ გამოწიოთ ეს. ეს რა მეტი არ უნდა. აი всё, მეტი აღარ უნდა დე. აქ უყურე ამბობი. და ხმერთო. ის მომიტანე შვილო რა. რა? ცოცხი. აბლოდებს. აუ ეს ბნელდება მან დრო. გასაშვება რა. აქეთ წამოვარდე. მე ვიზა მაგას ისე ვიზა. ვიდეოს გარეშე. ასე ხარხო. ჯამათნო. ყველას არ მოხსნი ახლა. იმ დღესაც გადმოუსვი ახლა ამასთან. როლოთ ვერია და მოვაცლი. ეს პატარა კუნთები ვიღასი არის. მე რა ვიცი. აი ეს პატარა, აი ეს კატარო იყო იმის ქვეშ მომკვდარი. მაგის იმეზე ხوار გადაყვა. რაზე? მაკუნტების იმაზე. შეიძლება. მათხოვ ეგ ცოცხი ბიოთიცანი. ცოცხი მათხოვშვილი. ცოცხი აღარ მივარ გადა. აი იცი მოვდა საცურავია. მე მგონი მაგისები არიან ეგ. დღის წინ გადმოწმინდე. იმითი, მაგრამ ყოველ წუთში მტვერი აქვს და გამარჯობა არის თუ მტრიანი. მტრიანი უდაბნოა და მარა იქნება დედა. უდაბნოში ვცხოვრობთ. უდაბნოში ვცხოვრობთ. ხალხო ადრე ერთმა მოწერა, კარგი ჰაერი გექნებოდი გამარჯვებაში. ძალიან. ისეთი კარგი გვაქვს, რომ რაღაც რა ჰაერი. ჰაერი არა ის კიდე ჩანდა. რა ჰაერი ხალხო, ხანდახან ისეთი სუნი მოდის ხოლმე, საიდანღაც ყარს აკაურობა. გარეთ ვერ დაждე. ხო, თურმე იმ კამერაზე რო ვიძახოდი იმ დღეს. ვიდეოების გადაღებასაც თურმე კარგი ყოფილა, მე გამოვიწერე. ერთ-ერთმა მომწერა. მე გამოვიწერე და კარგად იღებსო რა ქვია ვიდეოებსაც. ეცა გიორგი, აი შეიძლება მოიძახს გული რა ჭაში წავარ და ვიდეოს გამოვიხს არ გვინდა ჭირ. ულა რაჯისთვის იქნება ეგ კარგი. ხალხო წავალ ამას გავრეცხავ ტილოს და მოვალეხნავი ამ წუთში. აქ ვარ მე. ხალხო. გარეთ ვერ გაგიყვანთ თორე გადააღირავებს ხარი.
ქარი გადააყირავებს ამას. ჰა? მე თან ვიდეოში შხრიალებს ხოლმე, მე თმები რას მიგავს რა არის ესა? ო რა უბედურების ქარია მოვარდა ასეთი, რა დალეწა იქო. არდები მაქვს ისა. ასე ისა. ხო რა მინდოდა კითხვა იყო ის არის რა ქვია როგორ შევქმნა YouTube არქივი და იმისი რა ქვია კაცო Google-ის აკაუნტით უნდა იმასაკნა რა ქვია დარეგისტრირე Google-ის იმას რო იმასისა რა ქვია Google-ს რო შექმნი ის მეილი რომელი მეილითაც იმას შექმნი რა ქვია Google-ს YouTube-ით შეიქმნება იმით აბა YouTube-იდან შეიქმნება YouTube-ით თუ არა როგორ არა იმით იქმნება ავტომატურად იქმნება არა გიორგი YouTube-ით თუ არა როგორ გიყურებს რა ადამიანი YouTube არხი ის არისო რა ქვია ჩემი YouTube არხით არ გიყურებდო იმისია დედა ჩემისა ხო ხო მაგრამ ჩაურებრივად ადვილია YouTube არხი შექმნა არაფერი არ უნდა ისეთი ოღონდ YouTube-ზე ხალხო ვინც ბლოგერობას დაიწყეთ არც პირადობის ნომერი დადოთ და არც ის არა ქვია პირადობის ის არ დადოთ იმიტომ რომ ანგარიში შეიძლება გაგიტეხოთ YouTube-ს არა აქვს ის არა ქვია მე დავდე და იმას ახლეს რა ქვია ხოლო ანგარიშის ნომერის დადება შეგიძლიათ იმაზე რა ქვია YouTube-ზე ხო? YouTube-ზე კი ანგარიშის ნომერი მეტი არა ანგარიშის ნომერი იმიტომ რომ პირადობის ნომრით ადამიანის იდენტიფიცირება ჩვეულებრივად შეიძლება გიო დამაც ერთი წუთი დედა გავწმენდა ხო და იმიტომ პირადი ნომრით შეიძლება ჩვეულებრივად ადამიანის იდენტიფიცირება არა პირადი ნომერი არც არის საჭირო რომ რა უყავი ცოცხლსა წაიღე მოთხოვნე პირადი ნომერი საჭირო არც არის მე თუ მკითხავ დავჯერეთ და ველაპარაკობ ცოტა ხანი და მე გამოვიდი ხო პირადი ნომერის დადება ჩემი აზრით არც არის საჭირო და არც კიდე რო დადო ისე მართლა არავინ იმას აქნას რა ქვია მე რა ვიცი მონაცემებში არავინ შევიდეს ხო ჰაკერებით არის ავსე ისინი რა ქვია ინტერნეტ თაღლითობები ბევრი ხდება ხო ხედავთ იმიტომ აკრძალეს გიორგი მე ხო თან მიერეკავდნენ ხოლმე მე რეკვები მიმდინარეობს რეკავენ შეიძლება თაღლით ურ საქმეში ჩაგიტრიონ გამოიყენონ შენი მონაცემები და თვითონ შრალები გამოვიდნენ ისე იმითი რა ქვია თვითონ კარგად და შენ გაგხვიონ იმაში ხათაბალაში ხო ძალიან არის თაღლითობები გახშირებული და ფრთხილად უნდა იყო ამიტომ არის აი YouTube
ძალიან კარგად შვება, რომ არ აკრძალა. TikTok-საც ისაა, რა ქვია, აკრძალული აქვს ანგარიშ ნომერი გზადება. ცოტა ხანში იმასაც აკრძალავს. პირად ნომერს. ძალიან კარგად. ძალიან მშვენიერად. მათხოვრებით გაისო ეს TikTok. TikTok-ი მათხოვრებით გაისო და უკვე იმასიც გადადიან, რა ქვია. მოთხოვნაზე. სპეციალურად ის მინდა გავაკეთო, ჩამირიცხე ეს ხო. მინდა გავაკეთო. რა კაია? აი როცა უყურებ, რომ შეუძლია ადამიანს მუშაობა, ხო? წავიდეს და იმუშაოს, ხო? რა კარგია ეგრე მოთხოვნა? ხა თავისი აზრით და იმითით. თავისინებით თუ ვინაცა გადაწყვეტ ჩარიცხოს, კი ბატონო ეგ ხო, მაგრამ როგორც რომ დაჯდე და მოითხოვო 24/7-ზე, ეგრე არ შეიძლება. ნუ თუ არ ეზარებათ მთელი დღე ლაივში ჯდომა, ხო? ღამეც მოვა, TikTok-ში ვერ შესუხარ. ცოტა გადაცდება 12 საათს უკვე TikTok-ში შემოდიან, ეს იმასაკენი ჩამირიცხე, ის უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო. კარგი, დავიღალეთ უკვე. აი დაილოცოს YouTube-ი რა. YouTube-შიც არ შემოვიდნენ 15 წელს. ზღვარს გაცდა უკვე. ხო რა. ზღვარს გადავიდა უკვე მათხოვრობა. მე ერთმანეთის რო შურთ. იმას მეტი ჩაურიცხეს, იმას მეტი. მე რატო არ ჩამირიცხეთ, არ გიყვარვართ. მიყვარ ხარ კი არა, მე ხატები იმას აშვება, რა ქვია. დღე დაღამ შენზე ვფიქრობ ვიღაცა. არა, უბრალოდ შეიძლება ადამიანი არ გიყვარდეს გიურგი მესმის. მე არ გიყვარვართ და არც იმაში რომ რა ქვია. ლაივს აღარ ჩავთავ თუ არ ჩამირიცხავ. დარდები. მაღაზიმა დარდე ახლა. აი ხლა მე რო დავჯდე და ვიღაცას რო უთხრა რომ ხალხს რო უთხრა რომ ჩამირიცხეთ თორე ვიდეოს აღარ ჩავწერ. ეხ ხალხმა არ უნდა მითხრა შენ მიგიტყია თავის რაღაცო. მე ვიდეოს არ ჩავწერ ხალხმა რა გააკეთოს. მართალი არ არის ხალხო. დაწერით კომენტარებში ალბათ უმეტ ამბებით. ახლა მე თუ ლაივში არ გავალ, თქვენ აკნათ. რა, თქვენ ამი დაგაკრდებათ? არც არაფერი. არა დედა. მართალია. ახლა მე თუ ვიდეოს არ დავდებ. ამათ ხალხს დააკრდება რა, მე არაფერი. ლაივში აღარ შემოვალ. აი დარდები ახლა თუ აღარ შემოხვალ. ღამე ვეღარ დავიძინებ ხალხო. ზოგი ქალო მიდის მე ამ ჩარიცხები ნაინაირებს აკეთებს. გულაობს ხალო გულაობს. გულაობენ, აი პირდაპირ გულაობენ. და ნაგალად რო იძახიან. თქვენი კითხეთ და მე ვგულაობ. თქვენი ზივართულს მირიცხავთ და მე ვგულაობ. აბა ეგ საქციელია? უკვე ნაგალად რო იქცევიან. გულები იძახიან მარტო გულები, მეტი არა. გაუჩემევად გულები. გაწყვეტა ენერგიებს რა. მე რო იგინებიან. იცი რა მიკვირს? ამ ხალხისაც მაგრამ მიკვირს. ესე რო ითხოვენ, რაღაცე ურიცხავენ. აი ვისაც მართლა სჭირდება და ვისაც ცუდად არის და ვიც იმსახურებს. იმას კი არ ჩაურიცხავენ ხალხო. მე მოკლედ ნორმალურ ადამიანს ნახვები არა აქვს, აი ნორმალურად. ნორმალურ კონტენტს, ხო? ხო და. და მე რომ მღერი ჩემი კონტენტი უკვე თხოვლმე ზოგს. მღერი რა, სიმღერებს ვაყოლებ. უბრალოდ. მე არ მომღერი. ჯერ მე პირი არ ქვა მომხდრი ალბათ თავში. ხო და ჩემი კონტენტი უკვე ხალხო. იმას იძახიან ფურებს იღებ. აბა 24 საათი ვიჯდე და ვიგინო. და ლანცხოვს ხვები? იმდენი ჩამერიცხეთ, ამდენი ჩამერიცხეთ, ეგენი უნდათ ალბათ ხალხს. მე ვერ გავიგე ვერაფერი. ალბათ ეგენი უნდათ.
აი ვინც მართლა ერთობით და იმას აშვებით არა იმას არა აქვს ისინი რა ქვია პირიქით ჰა გულები რობერტობით და იმას აშვებით ხალხ ნუ სიმღერას რო ვაყოლებთ იმას და ნორმალურად რო ვიღებთ ვიდეოებს იმას ხო ხალხი გულანძღავს და ალბათ რო ვიგინოთ არ დაგულანძღავენ ყველას ალბათ რა ვიცი ზოგი კარებიო სახლი ვერ გავაკეთეო ჩამი ხო სახლი ვერ გავაკეთე პული არა მაგო ზოგი იძახის ვაიმე დედა რა ვჭამო ღმერთო არ ვიცი ხალხ ნუ არ ვიცი საითკენ მიექანება საქართველოს რა ყველა დამათხოვდა რა ოხრობა რა ყველა ერთად დაგიჯდა და რა ცილი გამოვარდა ამნაი მე ზოგი ვიდეოსაც რო ჩაძეს კომენტარებში გამომიგზავნით საჩუქრებიო საჩუქრებიანი ის არა ქვია ალბათ ეგეც ფულია სტიკერები ფულია ბა ალბათ ეგეც ფულია გავსულენდები არ ვიცი მე ეგ ფენომენი ვერ გავიგე მიაკვდა გიორგი თორმეტ შავ მე რა პოზაზე მაქითვე მე არ ვიცი ხალხო რა ვერ ხედავთ ხალხო ისე ცუდად ანათებს იმზე ზე დამწყა ოკე წალი მომტანდა მარაო წამომიღე და გავიოფლე და ჩიქარ წამოვიდო რა თქინდა რა ვიცი მე წამოიღე რა ვიცი რა თქინდა ჩიქარ არის კონტენტი გააჩნია ადამიანს მართლა ნუ გადახვიდე ზღარ შეიძლება ჩაგირიცხოს ხო ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ დახმარება ან ოპერაცია გინდა გაკეთება ან რაღაცა ელემენტარული ვიღაცას გინდა დაიხო შენ სახლი კონდეს გასაკეთებელი და ვიღაცამ გაგიკეთოს ეგ რა და შენ ჯიჯიდე ფეხზე შემოდებული კონდეს და იარო ხან ალთას იყო და ხან ბალთას იყო მეც მინდა ჩამირიცხეთ მოდი მართალი არავის ეგონოს ხალხო ხუმრო უბრალოდ თორე მოდი ჩამირიცხეთ აბა მეც მინდა რაჭაში წავალ ვერ წავალ თქვენი ფულებით ხო წავალ შვენივრად გამოვილხენ მაგრამ ვინ ჩამირიცხავს ყველას თავისი ისაა გაჭირვება დღესდღეობით როგორ შეიძლება ეს ელემენტარული ისა მეხალისება ზევით რო დავდივარ და მუშაობ მეხალისება ვის ეხალისება წვალება და შრომა და უბედურება მაგრამ რა ვქნათ ცხოვრება არის ისეთი რომ მე დავჯდე და ის ჩამირიცხე და ეს მომეცით და დამცხა ხალხო დამცხა მაგრა დამცხა კი მესვის ცუდად იყო ღმერთმა არავის დააჭირო სიცუდე იმ ცუდ ადამიანსაც არ უსურვებ ცუდად ყოფნას ნამდვილად მესმის რაღაცა გასაჭირი გქონდეს ისეთი გქონდეს რაღაცა ელემენტარული რომ გჭირდებოდეს იმ თანხის ჩარიცხვა იმ რაღაცა მაგრამ უბრალოდ ელემენტარული მართლა ბოდიში გადაისხეს რა ბოდიში ამ სიტყვის სხვანაირად უნდა მაგის თქვა მაგრამ შევიკავებ თავს ბოდიში თასადავლე წყალს აქვს რა ბოდიში შენც კიდე დადიე რა მესმის ეხლა ხანდახან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხალხო ისეთი დაღლილი მოვდივარ რომ აი გატოკების ნერვი და თავი არა მაგდა ინახეს უკავიოფლე თუ გადავიმლე წყალი მტერიდან მტერმა მომცა რაღაცნაირი ისა ალერგია სამით ხო ალერგია ცოცხლო დავასვენო მე და შველი ცოცხით მოუსვა მაგ ელემენტარული ტესასრუტი გადამეწოდ გამიფუჭდა მოვითხოვო რომ ტესასრუტი გამიფუჭდა მომეცით ჩამ ფული ჩამერიცხეთ ხო დროზე ხალხო
ხო, ელემენტარი. ხუბრო, ხალხო, ხუბრო, მართალი არავის ეგონოს. არა, მეც წეღან აქვს თქვი გიორგის, რომ მოდი რაჭაში მინდა წასვლა და ჩამირიც. ჩამირიცეთ, ხო, წავა. წავა, ვიგულავებ, რატო არ ვიგულავებ ვიღაცის ფულით რა? მე რო ჩამირიცხო რა, ვერ ვიგულავებ თუ რა არ ვითო. ხო, სიტყვაზე ვერ დაჯდები ეს, არც ვიმუშავებ, არც არ ვირიცხო. რა კარგია? ეგრე რა ჯობია ის, ეს რო შემოგვიწყო. რა კარგია? ძალიან კაი. 29-ში გავაკეთოთ ხინკალი? 28-ში. ხო, 28-ში, ხო. ხო, ხინკალი გავაკეთოთ 28-ში. ვიყიდოთ ბარემ პარში და ისე. ვიყიდოთ ისინი, ხო, ხვალე ბარემ უნდა ფულს ველოდები და წავიდეთ. ხო, ბარემ და 29-ში აღარ დაგჭირდება წასვლა. თან ისიც იქნება რა ქვია. ვიდეოსაც გადავიღებ მე რა ვიყიდე. შენ წვერი გაგასაპასი. წვერი მაგ რამდენი გასაპასი. გაქვს ფული ახლა იმაზე? 32. ხო და ელემენტარი. რაზე, ბარათზე თუ ისე? ისე. ხურდა. ხურდა მაქვს იმდენი რომ გეგონება ხიდის ქვეშ ვიჯექი სადღაც. ბიძიებო დაიდებო თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმით და მეხმარეთ. აი იმ დღეს ლილოში რო გავედი. აი მოხოც უნდა დახმარება. აუ მაგას აი მაგ ადგილას ლა არ მიყვარს სულ მანდაზის და რომ ხედავ ნერვები მეშლება პირდაპირ. აი მაგ მოხოც უნდა ნამდვილად დახმარება რომ ცოდოა. ხო, ცოდო ადამიანის ზის და ის არის რა ქვია. იმდენად პენსიაც არ აყოფნის რომ რაღაცა იმყოფინოს. ხო. და ის არის რა ქვია. და ესენი ხო? მთელი დღეს ხედა. ზოგი ერთმა მანქანებიც იყიდეს. კი. ბლატაობს ახლა ზოგ ბათუმშიც ხო იყო. კიდე იქიც იყო, იქაც იყო, კიდე ახლა იქ წავიდა. სადღაც წავიდა კი. ბათუმში ხო? ბათუმში ხო იყო. მანქანა სახლი ხო იყიდა. მანქანა ბათუმში ხო წავიდა. ტატუები გაიკეთა ქვეყანა. 400 ლარი გადავიხადე ხალხო ტატუში ნერვები დაეშალა რა ამბავი 400 ლარი. მე მინდა გაკეთება და მე ვერ მივსულოთ და გამიკეთებია. ხო და ელემენტარული ის არის რა ქვია. მე ვიდეო შეიძლება ტატუს გაკეთების დროს თუ გული წაგივიდა მე ნახავში. ვაიმე ხალხნო თუ გული წამივიდა ტატუს გაკეთებას ნახეთ მე აქეთ მოსასულელებელი თუ გავხდი და დავაწიო კი იქაურობა მარტო ვერ წავალ ვიღაცა უნდა წავყვეს შენ უნდა წაგიყვანო მარტო ვერ წავალ არა ჩემ მეგობართან ერთად ვერ არ წავალ ის ჩემზე უარესია ხო და უბრალოდ აიცი რა არის მართლა აი ბოლო მართლა აი მართლა ზოგს უბრაზდები ახლა ელემენტარული რომ აი იმას დავდებ და ამას დავდებ და არ დავდებ ნამდვილად ახლა გვედო და ავიღეთ კიდეც ავიღე იმიტომ რომ Google-მა მომწერა რომ ჰაიდა აიღეო ხო საერთოდ არ გამაქროს იმიდან რა ქვია YouTube-დან ხო და ელემენტარული ვისაც უნდა გიოგი ძალიან კარგად მოგძებნის ისე მშვენივრად მოგძებნის კიდეც და ელემენტარული ვისაც უნდა ღმერთმა ყველას მისცეს და ყველას მისცეს იმდენი რომ დააძახებიოს აღარ მინდაო მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება რომ ზიხარ და მე ვიგულაო წავიდე შენი ფულებით მე ვიგულაო მიდი რატომ მისიც ხო თქვა რომ მე ვგულაობ და თქვენი კითხეთ ესე იგი თქვენ მირიცხეთ და მე ვიგულავებო რა საწიხზე კიდე საერთოდ ბოდიში და მკიდია რას ხო როგორ მუშაობ რა იმ ხელა ბეხლეწი კაცი როზიის იქ ანა ისე გიორგია თუ ხო ისიც შაქარი მაგ შაქარი ბევრს აქვს ხელა ბეხლეწი ადამიანი როზის და გდია იქ ანა გადაშენებული ფულებს ითხოვს და სახლები ააშენეს და ისინი აკეთეს სამზარეულო დამჭა გასაკეთებელი ახლა იმაზე ითხოვს ვაიმე ზოგმა კარები მაქვს გასაკეთებელიო იმაზე ითხოვს ზოგმა ისამ მოდი მეც მოვითხოვ რა კარგია მოვითხოვ აბა მიდით მოვითხოვ და მირიცხეთ გლახად არ მიიღო და ელემენტარ არ შეიძლება ვიღაცა რაღაცას რომ გაიმეტებს შენთვის და იმას გულით უნდა რომ და იმიტომ იმეთ პატივი ქცეს და ელემენტარული შენო მართლა დაჯდე და ის ავალდებულო ყოველ დღე ჩამიგიცხეო ეგრე სადა ვერ გავიგე ყოველ იმაზე ყოველ ლაივში რო თითო ლარი გირიცხოს ვიღაცა მეგრე
ახვალ იმაზე რა ქვია მილიონზე ხო თან 3 ის აქვს ზოგს ბანკის ანგარიში 3 ბანკის ანგარიში აქვს ხალხო ერთი რატო არ გააუქმებს მაგ იმებს ერთი ნეტა YouTube-მა ხო იმას აქნა რა ქვია იმიტომ რომ აღარ გაძლევს უფლებას არ უწერია აღარ უწერია ადრე ეწერა შეგიძლია ჩვეულებრივ პირადი ნომერით დაგედო არა ეხლა აღარა დადება გინდა შეგიძლია ნომერის იმის ნომერის ხო რა ქვია არა ნომერის საერთოდ საჯაროდ არ უნდა დადო სიმართლე გითხრა ნომერი კი არა ნომერი კი არა გაცო რა ქვია რითი რეგისტრირდები რა ჯანდაბა ქვია მეილი ახო მეილი და ის არა ქვია პირადი ნომერი კი არა ბანკის ანგარიშის ნომერი ეგ ინე შეგიძლია იმაზე ვერაფერს ვერ იზავენ თუ ვერაფერს ვერ გამოიტანენ თუ ის არა აქვს რა ქვია რა აი და ის რო დადო კიდე რა ქვია მაგას დედა რა გააქვნა ზლიყინებ რა პირადობას რა აწერია პირადი ნომერი ხო მეც ზლიყინებ ჯანდაბა მეცდეს ხო ეგ რო დადო მე მეთქვი რა ცივი მომხვდა რა არის რა გამასში არა შემოვიდა ცივი შემოვიდოდა ბოთლზე მივადე ხალხო ფეხი და გამიწყდა და გული მეთქვი ცივი რა მომივიდა ხორსაინი შემოვიდა ჰა გველი ხორსაინი გველი შემოვიდოდა ცივი გველი სადგინა ხო ცივია გველი პარა არც ერთხელია ის არის რა ქვია დავინიაო ცოტა გამოვიდე გონზე ადალი წყარი გამოფხიდე ზლიყინებ ნავეტნავა გამოფხიდე ისა რას ვამბობდი რა ვამბობდი და მოვიწყდა პირადი ნომრით შეუძლიათ ბანკის ისიც გაგიდე ხო რა ქვია ანგარიში ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი მონაცემი და დაჟე შენი პოვნად მისამართის პოვნად შეუძლიათ ხო რა ძალამად მე დედაია ეხლა ვიღაცა რო დამადგეს ის არის რა ქვია მოიცარა ჰა აი როგორც იმ გოგო მოგძებნა ჩვენი გოგოები მოგძებნეს ხო კი ბატონო მოგძებნეს გამოგვინგდა მომწერეთ შეიძლება ის არის რა ქვია მომწერე სად მოგწეროთ და გიკავშირდეთ მივწერე მე მომძებნეს ადამიანმა მომძებნეს და ეხლა სპონსორი რატო გაუშვი შენი ბრალი იყო სპონსორი ხო აი მე სპონსორი და რა დამეხსნა მაგრამ გასახსნელები მაქვს ეგენი ხო რატო არ იმას ავქენი ხო მე შტერი ვარ გეუბნები შტერი ვარ თქო შტერი რო ადამიანი დაიბადები დარჩები ისე ბოთე ხანდახან ხალხო ვერავა მე ქვეყანა ბავშვები არიან მივცემდი იმ ბავშვებს ქვეყანა ბავშვები ყო მივცემდი და ითან ბავშვები რა კოლექცია შევაგროვებდი მაგალითად რაც მინდოდა იმ კოლექცია მეების უკომანგებია თუ რა ქვია მეების რა ქვია შეკალო რა ვთქვა ვის შეკალო კიდე მაწყ ხო ელემენტარული და სიტყვაზე ავიღოთ არ შეიძლება ელემენტარული ესე მოთხოვნა ადამიანის რომ შენ ზიხარ და ლაილუი და მოდი ჩამირიცხე რა კაია რა კარგია ძალიან კარგია ხალხო კუხნა მაგასაკეთებელიო ახლა კუხნა უი შივა აი მე საჭმელი ისა ვერ ვიყიდე და მინდა საჭმელი ვერ ვიყიდე კი არა მე ხლა არ წავალ მაღაზიაში და ის არის რა ქვია ძეხვი გამომიგზავნით ძეხვი მინდა რა მაგარია ხა ხალხო ხო ან ფული ჩამირიცხეთ და იმას ვიზავრო ვიყიდი აუ რა ძალიან მაგარია მართლა უყუნთ ან მაგას ხუმრობით ვიძახი ხალხო რასაც ვიძახი მაგრამ მართლა მაგარია იმიტომ რომ სხედან ლაივებში ფულები შემოსდით სხვის ინაწვალებით წავლენ და გულაობენ გულავი თანი მე სიტყვებს იყენებენ აი გული რა მე ვერ წავალ ზღვაზე ვერ წავალ ბორჯომში ვერ წავალ თუ როგორ არის საქმე რა ვიცი რა
მე ვერ წავადი სამოგზაუროდ სადმე თუ როგორ არის საქმე თუ ვერ მანკანეს ვერ ვიყიდი რა მაგარია ადექი გაძრი ერთი ადგილი წაბრძანდი და იმუშავე ყველას მუშაობთ აქ არავინ დავდივართ ისე კი აბა სხედა სტუდენტები ვით და შემოსდით ფულები რა მაგარია ის არის ბეცი კიდევ იცი მასაჟება რა ქვია ძალით რო ითხოვენ და ურიცხავენ მართლა როგორც მოითხოვენ მოთხოვნით სიტყვა არ აქვს დასრულებული უკვე ფული შეძდით ფული აქვს იმაზე რა ქვია ანგარიშზე და რამდენი ხო ცოტა ხო არ არის ბევრი ისე ამ ხუმრობა ხوار დავიწყო მეც რა ხوار დავიწყო ხალხო დავჯდე და მოიწყო ხوار დავიწყო YouTube-ში ტრენდი შემოვიტანოთ მოდით ბარე მოვიხოდოთ მეგობრებო ახლა გულები მეგობრებო აი მე დავერთო დედის ტრაკებს იგინებიან აღარცია რა გააკეთონ და მიდე ლაი ლუი ხო ჩვენა ვერ ვიგინებით თუ რა არის გავსუნებდები მე რა აი მე დავერთო იგინებიან და ილომძღვებიან ეს სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს ხალხო კაცო მესმის ახლა შეიძლება სხვა ქვეყანებშიც ეგრე ითხოვენ კაცო სხვა ქვეყანებში სხვა არის YouTube-ია თუ ისე თამაში ხო ეგ თამაში მოსულია ხო თამაში რო ურტყავენ იმას ეგ კი ბატონო მოსულა იმიტომ რომ სოფლიოში ის არის ხო ეგ მოსულა იმიტომ აქ TikTok-ს ხო მაგრამ ეს მოთხოვნა ზიხარ და მოთხოვარი ვით უბრალოდ რომ ეგ ახალი მოთხოვნა ეგ არის რეცხული უკვე ძეს კი ხარ უკვე რო ითხოვ იმას რა ქვია ფულს ისახარ რა ქვია ჭყალებში და ძერს კი სვეტსკი გატრენდებულია უკვე ხო რა ტრენდი მიმდინარეობაშია ეგ ტრენდია უკვე ხო უმსგავსო ამ ტრენდება ხო ტვიცა იყო ხალაბუბუ შემოვიდა და ხანისა კიდე რა ქვია შმაბუბუდა ახლა კიდე ის სიმღერა რო არის რა ქვია ჟუჟუნაცი მოვიდა ინდური მოტივებით ხალხნო ვაიმე ჟუჟუნაცი მოვიდა დანამა ორო იზახი ინდური მოტივებით ხო ხედავთ ბოლივუდშიც მიაღწია ჟუჟუნაცი იმამ ქართველებმა ყველგან გავიდგით ფესვები ხო ხედავთ ხალხნო მაგრები ვართ მე გიოდი მაქანა გამოგთიშე შორეულ აზიაშიც კი გავიდგით ფესვები ქართველებმა ჩიმამდერდა ესე მოთხოვნა არ ვიცი ეს სიმღერა კი ბატონო სიმღერას რაჯობია და გართობას გასართული მუსიკაა ეგ მაგალითად არა მე სიმღერა მაგას რაჯობია ხო მან ეს როზი ხარ და ითხოვ კარგი რა კარგი უღონდაც არა რაღაცა მაგაბულა ხო შეჩენჭინი ვინმე გამლახოს ასე ისკნება თუ დაგატყი ისეთი გავლახო რომ მეორე აღარ მომოხდეს დავისწრეთ ფულები ვაიმე დედა მისშველეო იძაღოდეს გულები ხო და გულები საერთოდ დავისწრეს კიდე ვაიმე გულების მაგერად ვაიმე იძახო ვაიმე იძახოს ხო ლაივში პიტაპით ზოგი კარებზე ითხოვს ზოგი სახლის გაკეთება ზოგი სახლიო ზოგი კიდე ის არისო ქვი საჭმელი არ მაქვს და მინდაო ზოგი ისავ ნაპოლეონიო ზოგიო ზოგი ოსულათარი ის ითხოვს ზის გამომყელებული მე ის სხვა ორსულათარი მე რა ვინც დაორსულა იმასთან მივიდეს მე რო ფულები არ ურიცხო ვიღაცის შვილს იმას მოთხოვ ჩვენ ხალხში რა გითხო ხო ხალხს რაღაცა თქოს იმას მოთხოვს ვიტარაც იყო ვიცი არის ბალღი ხო რა ეს წესი და კანონი მე არის ორსულად არიან და ორსულობაზე წიქ მიდიან და მათხოვრობენ რა ოხრობა არის მუცლიდანვე ბავშვს მათხოვრობასთან ჩვევენ ხალხო
რა უბედურებაა რა ვიცი ხალხო რა ზოგი ცეკვავს უთავ ბოლოდ იმას ცეკვა არ აქვია დედა როგორც ეგენი აკეთებენ მაგას ცეკვა არ აქვია მაგას ქვია ლაჯვა 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 არის აბა რა ხან ფეხა გაიტანი ხან აქ აი დაგულე წარაცა ხა რაღაცა ჩამოვარდა გონი უბრალოდ არ შეიძლება რა მე ახლა მაიმუნოთ ჩვენ ხალხო უბრალოდ მოხოთ მართა სერიოზული ის არის რა სერიოზული ფაქტია რა ან ამ კატეგორიის ხალხს საერთოდ ინტერნეტი და TikTok-ი და ყველანაირი სოციალური ქსელი უნდა გაუქმო საერთოდ არ შეასუნინო შიგნით ან კიდე რაღაცა უნდა გააკეთო TikTok-ის იმას არავინ იცნობთ უფროს კაცო დაბლოკოს ისინი რა ქვია ეს არხები ხო შეიძლება ვინც ითხოვს ხო TikTok-ის დამფუძნებელს არ იცნობთ შოთა დარბაიძეო თუ ვიღა ჯანდაბა აქამ გამკრალი იყო ახლა მოვიდა ისევე რა რაია თულს რაღაცა საჭამდა გონი კათვის ხორცი იყო თუ რა იყო გუში კინაღამ გული ამერია გული ამერია კი არა ერთხელ რა გამოიხო თავის ნადურის ჩაიდებ გამოიხებ დაგეჭდა დედა ერთხელ რა გააკეთა იმას აქნა რა ქვია საკეთებ და გადავიდე ხო ჩაიდო ეს ქათამი ხო მე არა ეხლა კი არა ადრეც ქათამი ჩაიდო იმაში რა ქვია რაღაც ხორცი ძვლისგან იმას აქნა რა ქვია განათავისუფლ ძვალი ფუ ძვალი იმას აქნა გადააფურთხა მარტო ძვალი კი არა მეგორი ქათმებიც გადაყვა გუში რეებს აკეთებდა ისეთ ჭამა რეებს აკეთებდა გუში ნის ქათმის ხორცი დაღეჭა კათამი იყო რო დაიღეჭა თეთრად იყო რა ვიცი რაღაცა იყო რა ვიცი რა ვიცი რა იყო რა ვიცი რაღაცა ხონა ეს გამოიღებ ჩავი გამოიღო ჩაიდო გამოიდე ვაიმე ერთი მანდ ვიყო თქვა მე ის რა ვიცავდი ერთი მანდ ვიყო ჩაგცხებდი მაგ კეფაში და დაგაყლაპავდი მაგ იმას კათამს ხელიან ვაიმე გადავხდე მერე ერთხელ რო უყურე მაგას ნაპოლეონის ჭამას ერთხელ და ჩემ ჩაუვთე მაგ ეგის დაბაიძე და ეგენ კიდევ შეიჭალა კალიჩკი ვაიმე ეს რეებს აკეთებ რა და მაგრაი ზის და უყურებენ ხალხი სიამოვნებთ ალბათ მე ეგენი სიამოვნებთ დედა ეგენი სიამოვნებთ სახეზია ეგენი სიამოვნებს არ ვიცი რა მე რა ვიცი რა სასიამოვნოა იქ დორბლა მარტო იმაში კი არა რა ქვია TikTok-ზე კი არა YouTube-ში ბევრია ეგეთი რომ დორბლა უყვართ მაიდამაი აი რატომ რასი დორბლები არ ვირი კი არა იმისავით რა ქვია იმას ორკუზარო აკლევივით რო იფურთხებიან რა უბედურება არის რა აი ეს ქათმის ლოღნა კარგია ჩავიდებ და ლოღნას რა უნდა ლოღნი და მე გამოვიღებ ჩავიდებ ხო აი ხინკალს რო გავაკეთებთ ახლა უნდა გავაკეთოთ ხინკალი ვიდეოს ჩავწერ ჩავიდებ გამოვიღებ და როგორ მოგეწონებათ ხალხო არა ვიღაცა შეიძლება მოეწონოს და ვიღაცამ კიდე შეიძლება დამაყუროს ზემოდან რაც რამე ის არის ახლა 100 წელი ჩვენ არ გავაკეთებ მაგას არ გავაკეთებ ჩემ თავს არ იმას ვიზავ რა ქვია პირველ რიგში ხო და მე ჩემ თავს არ შევირჩვენ პირველ რიგში ხო და მე ჩვენ მე კიდე გამომწერებს ვაიმე როგორ გავაკადრო ადამიანს ეგეთი რაღაცა რომ ეგეთი ლოღნა აჩვენ ჯერ ეგეთი ლოღნა რა უბედურება ნორმალურად უნდა ჭამოის კათამი არ თუ ლოღნო რა იყო რა ვიცი მე როგორც წამში ავსკროლე მე შიშველი გამოდის ზემოდან შვებანს საკეთებენ გადავიღები მე რო იდორბლება ხოლმე ზოგი იმითი გამოდის ზოგი ამითი გამოდის რახან სოციალურ ქსელში ხარ მაგ და შეუხერო მაგრამ თავზე ხო სოციალური ქსელი იმისი კი არ არის რომ იმას აქნა რა უსიდისობა გააკეთო აი ახლა რა კაი ის გამოვიდა არც ბნელი არც ის არის
ვულგარულად არ უნდა მოიქცე. ვულგარულად იქცევა ზოგი ძალიან. ვულგარულად რა. ვულგარულია თუ ჭარხალია თუ რაღაცა. ვულგარული ქვია მგონი, რა ვიცი მეც არ ვიცი. ხო და ის არის რა ქვია. ეგრეც არ უნდა მოიქცე. ეგრე ნიფხვით გამოსვლას რა უნდა? გავიხდი რა, როცა გამოვა ნიფხვით. მაგას რა უნდა? ზედასაც გავიხდი. მაყურებელსაც პატივი უნაცი. მაყურებლებს იმათ კი მოსწონთ ეგეთი რაღაცები, მაგრამ ის არის რა ქვია. შენ პირველ რიგში შენ თავს უნდა სტეპატივი. რა უნდა იმას აქ რა ქვია. თელი სამყაროს დასაცინი თავი არ უნდა გაიხადო. აი ნორმალური ვლოგერები, აი მაგალითად, აი ის რა ქვია, სოსო, აი ისინი, აი ეგეთ რაღაცებს ხო არ აკეთებენ, გამოდიან ნორმალური ჩაცმულები, ნორმალური კონტენტით, ნორმალური იმითი, რა არის შედალოცვილო, გამოდიხარ, რას აკეთება, მითხარი ჰა, ან აი ვითხოვს იხარ და მათხოვოთ, ხო? კი, მესმის, სპონსორი უნდა მოითხოვოს იუთუბერმაც და ყველამ, ყველაც მაგას. იმას რა ქვია. ელემენტარული იმათ რომ ვიღაცას თხოვ ყოველ წუთას შენი მსგავსობი და შენი მაიმუნობის და შენი დასვენების გულისთვის რომ ვიღაცას თხოვო ეგრე მე მაგიმა რა ქვია მესმის ვიღაცამ შეიძლება YouTube-ის მოსწონს ის YouTube-ერი ელემენტარული და უყვარს და ელემენტარული შეიძლება პატივისცეს ისიც გამოუგზავნოს საჩუქარი ისიც გაუკეთოს ჩაუწყოს თავისი აზრით და გონებით და ახლა რომ დავჯდე და მე ვითხოვო რომ შენ ჩავირიცხო კიდე ჩავირიცხე კი არა იცი რა არის ერთხელ მაგიმან კიდე რა ქვია დარბაიძე თუ შმარბაიძე იმას აქნა შეჭამა ნაპოლეონი დააყოლა ის რა ქვია მაგას შეჭმა რა ქვია ბუყნას მეძახი მაგას რომ ბუყნა არ არის უმსკავსობა არის ბუყნა კი არა ბუყნა კი არა შმუყნაც აღარ არის რა ვიცი მე უმსკავსობა არის დააყოლა კოკა-კოლა გავიდა იმასთან რა ქვია გავიდა ცოტა ხანი ბოეო ერთი კარგად გემრიელათაც ბოდიში ხალხო და მიაბოყინა ვაიმე მოსლოკინეს შენ დალიე ცეცხლი და ნავთი თქო შენ დააბოყინე შენებს წვირპიში თქო ხალხო ჯერ ერთი ბოყინე ყველაზე არაესთეტიური საქციელია და ეს პირდაპირ კოკა-კოლის დალევა და იმის რა ქვია ბუედა შმეედა რა ბღავი ხარ ეგ რაუბეთ ხალხი რომ ბღავი ხარ კამეჩი ვინც ხალხი დააბოყინებს ის გააკუებს კიდეც უილი პროტანამე დროია ვიდე არა უნებურად შეიძლება მოგივიდეს ადამიანს მაგრამ ხალხი გეგონება დინამიკში იყო ჩართული ხალხმაზე კავეჩი ვითრო გრამო იყო ხალხო გული არაკერიოთ ვისაც სუსტი ზაგამ თაროყუროთ ხალხნა პლებიან და ილოშკარებიან რა იგიჟობენ და ზიანაში და ასაკეთებენ თვითონ ვაიმე ელემენტარულ ჭამის ვიდეო ჩვენც გადაგვიდია და ელემენტარულმა ეგრე უმსკავსობა კაცო მე ჭამის ვიდეო გადამიღია მუკმაგი მაგრამ კამეჩი ვტკი არ ბღავიო უკულტურობა არა კულტურა არაბადია თავში არც აი მსგავს ახლა მე ყოველას არ მიძახე ახლა ბევრი არის ტიკტოკერი ნამდვილად გესიამოვნება იმათი ყურებაც საუბარიც ყველაფერი მაგრამ ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ რა არის ეს მსგავს ხალხი ზიან და მე სახნი მაგას აკეთებდი გიორგია თუ ვიღაცა გიომარიო თუ ვიღაცა სახეს ძალიან აფუჭებს ძალიან ეროს ნიშნის ძალიან ამასრზენი კაცია მე რა სიტყვებს უწერენ გიორგი შენ ასეთო შენ ისეთო შენ ასეთო და იმას კითხულობს მე კითხულობს თავის ცოლს რო ულანძღავენ
ხო. ამას რეაქცია არა აქვს, ნული. სულ არა მას ქვია რეაქცია არა აქვს. ელემენტარული სიტყვაზე იყოს. სულ არ აინტერესებს ლანძღავენ თუ რას აკეთებენ. ოღონდ ფული ქონდეს. ხო და ოღონდ ფული იმას აქნას რა ქვია, ფული ვიღაცამ ჩაურიცხოს. ენაზე ვიკმინე ჯანდაბა მაგათ. ჯანდაბა კი არა, ხანდახან თავი რო წამეფხანება, ის რატო იფხანო იმაზე გვიძახა. ენაზე ვიკმინე რა. რატო გეფხანებაო და რატო ამთქნარებო, რატო შვები, რატო და რატო აცემინებ და ახველებ. ხო და ელემენტარული ჩავისხი. ვაი ბებე. ჩავისხი. ხო და ელემენტარული აი მაგაზე ეგრე საქციელი შეიძლება. კი, მესმის ახლა ელემენტარული ხან ახლა იუთუბერი ხარ თუ ტიკტოკერი ხარ თუ რაც ახარ შეიძლება ან თავიც მოგეფხანოს ან twitch მოგეფხანოს ჩვეულებრივად შეგიძლია გააკეთო ელემენტარული მაგრამ აი ესეთი მსგავსო მაგასო ზიხარ და მედი მოვიხოდოთ ლამის წავიდნენ და საჭირო ოთახშიც რასაც აკეთებენ ისიც გადაიღონ. კი, მაგასაც მალე გადაიღებ. ცოტა ხანში შეიძლება საჭირო ოთახში შევიდნენ და ლაივში ჩაედონ, ოღონდ ფული აიღონ და კი, მართალია. მეგობრებო. რა კაია მეგობრებო, გულები. მეგობრებო, რა კარგია. კარები მაქვს შესაძლებელი, სახლი მაქვს გასაკეთებელი. ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი და ბევრი რამე მაქვს შესაძლებელი. რაც მაგათ შედის რა ქვია. ფულები ერთ კაი ბოტოქსს კი გაიკეთებდა ადამიანი. მეც თუ სამჯერ და 100 ჯერ გაიკეთებ და 100 ჯერ აშენებ და მაგათ სახს მაგათ რო ფულები შედის. მე იმას აიშენებ რა ქვია. იმპერიას ააშენებ იმ ხელას რომ ერთი ის აღშენდება რა ქვია. ცალკეული ქვეყანა აღიშენდება იმდენი ფულები შედის. ხო, თითეული არის მესმის ელემენტარული უნდა თავიანთი საქმეარი გინდა ჩაურიცხავდნენ გინდა არა ავისი რა საქმეა მაგრამ მსგავსობა არის უკვე ეგ რა ზღვარს გადადიან ის მაგრამ ზღვარის შეიძლება თუნდაც ვიღაცამ თქვა რომ რა თქვენი საქმეაო მაგრამ ნამდვილად ზღვარს ცდება რავი ჩვენი აზრით ესაა და თქვენი აზრით იცი რა არის იცი რას ვეტყვი ვისაც გაუჩნდება თქმა რომ ის არის რა ქვია შეიძლება ვიღაცამ საკუთარ თავზეც მიიღოს მაგრამ იცი რა არის მე უფლება მაქვს ჩემი არხია ჩემი ის არის რა ქვია კონტენტია და მე მაქვს უფლება რა თემაზეც მინდა იმ თემაზე დავაფიქსი რომ ჩემი აზრი და თუ ვინმეს არ მოეწონება ნუ უღურებს არ შეიძლება ხალხო რა ვიცი ჩემი აზრი ეს არის და აბა აი ხალხო თქვენ დამიწერეთ ჩემო კარგებო და ჩემო მეგობრებო მართლა მოგწონთ ეს საქციელი რასაც აკეთებენ აბა რაც მან აკეთა რა ქვია შოთა დარბაიძემ გეფიცები იმას ღორიც არ გააკეთებდა ღორიც უფრო კულტურული იმები კულტურული ღორიც და ისე სულთა და ჭამდა პინჩი ისე სულთა ჭამდა შიგნითაც არ დგებოდა ეს რა უბედურება ხელით ჭამა გამიგია კი ბატონო მან აზიაში ხელით ჭამა გამოიწეს რა ქვია რა ქვია იმ შაურმედესი რა ქვია იმ ბურგერები და პოლზე ჭამენ იატაკზე ჭამენ ხო რა ხო იატაკზე ხდებიან და ჭამენ იატაკზე კი ბატონო აზიაში იატაკზე ჭამენ ხოლმე მაგრამ იმებსით ფენენ რა ქვია ფოთლებს ბანანის ფოთლებს ხელით ჭამას მინახავს ჭამასაც გააჩნია რომ ჩაიდებ და გამოიღებ ეგ რა არის და კიდე შენი ვიღაცის ფულების თხოვნით რომ აი ცხოვრება იწყო და წვის ხარჯი იწყო რომ ეგრე არ გამოვდით მისმის უფალმა თქვა მოითხოვე და მოგეცემო მაგრამ ითხოვე შეიძლება დაგჭირდეს ღმერთმა იმის არ უთქვია რომ დაჯექი და 24 შვიდზე იმათხოვრეო ღმერთს ეგ არ უთქვია რომ დაგჭირდება ითხოვე და მოგეცემა კი მართალია
ხო და შეიძლება ჯანმრთელობის გამო ითხოვ, შეიძლება შენი ახლობელი გასაჭირში იყო და იმის გამო ითხოვ, რომ იმას დაეხმარო. შენი შეიძლება ის სხვა ღმერთმა ყველას დაუფაროს შვილი მშობელს. შეიძლება შენი შვილი იყოს გასაჭირში და ცუდად იყოს და დახმარება სჭირდებოდეს, ხო? სჭირდებოდეს და ითხოვ წამს. შეიძლება ელემენტარული დღეს სიტყვაზე ავიღოთ, დღეს პურის ფული არ მაქვს და ვთხოვ დამეხმარეთ. ხვეწენით, უდარით, შეიძლება შემოყვიდე, მაგრამ ყოველ დღე სასიამოვნო ღმერთმა ხო თქვა, მე ის ღმერთმა ხო თქვა, ითხოვე და მოგეცეო. ითხოვე, როცა გჭირდება. და როცა შეგიძლია ის არა ქვია 4 ფეხი გაქვს, 4 ხელი გაქვს. 2 ხელი გაქვს და 2 ფეხი გაქვს და 2 თვალი და 4 და ძაღლი და კატა. ხო, 2 ხელი გაქვს, 2 ფეხი გაქვს და თვალებიც 2 გაქვს და არაფერი გაკლია, სიტყვა პასუხი არ გაკლია და არაფერი. ისე კარგი სიტყვა პასუხი აქვს, ესეთი სყლავე. ღმერთმა იცის სიძგით რა. ერთი ადგილი აწიე, წადი და იმუშავე. ხო. და იშოვე შენი თვის ის არა ქვია სარჩო. შენი იმითი. სარჩო. ცოტა სიშოვი თუ ბევრ ხო. სიშოვი. ცოტა პატიოსანი შრომით იშოვე, ხო? ხო. და როგორც რო იჯდე 24/7-ზე, 24/7-ზე იჯეგიო, ღმერთს ის არ თქვია და 24/7-ზე ითხოვე ფულებიო. მესმის ახლა ელემენტარული შეიძლება მოხუცი იყოს სიტყვაზე ავიღოთ, არ კონდეს შესაძლებლობა იმას რომ წავიდეს იმუშაოს, ავადმყოფი იყოს, ღმერთმა ყველას ჯვარიც დასწეროს, ღმერთმა შეიძლება ითხოვოს და მიუტანო მისცე ხო ელემენტარული, მაგრამ ხელები გაქვს, ფეხები გაქვს, თვალები გაქვს, აზროვნება გაქვს. რას ძიხარ? იცი რა არის? პრინციპში. აი რაც მაგათ შემოსავალი შედის, ხო? რო შეიკრიბოს ეს შემოსავალი. მე ცოტა მედავდო, ცოტა შენ დადო, ცოტა იმან დადოს, ცოტა იმან დადოს. საქართველოში იცი რამდენი გაჭირვებულია? საქართველოს 39%, არა, 99% გაჭირვებულია. ხო, კი, მესმის. კი. და სახლიც არა აქვს. ფანჯრებიც კი არა აქვს სახლზე. ხო. და ბავშვს საჭმელი არ აქვს და ჩასაცმელი არ აქვს და სკოლაში ვერ მიდის იმების გულისთვის რა ქვია, ჩასაცმელი რო არ აქვს, რომ განათლება მიიღოს. ხო. აი იმას რო შევკრიბოთ, ხო? შეგვიძლია იმას მათ დავიხმაროთ, ხო? მაგრამ არა, ის არაჯობია იმათ ურიცხო. იმ მსგავსოებს. ხო. ეგენი უნდათ. იცი რა არის, ხალხსაც ძალიან კარგად უნდა ეგ ისინი რა ქვია, გინებას და გარყვნილი ისინი რა ქვია, საქციელები. კი, მაგრამ მართლა ზღვარს რო გადავიდნენ ყველა. კი. ხო. აბა ერთხელ არ ჩაურიცხო, ორჯერ არ ჩაურიცხო და მეორე თუ კიდე გაბედავენ, აბა. მაგრამ მიაჩვიეს, რატო არა? ზოგი 300 ლარს ურიცხავს, ზოგი 400 ლარს ურიცხავს, ზოგი 500 ლარს. ვინც რამდენი ღმერთო დალოცილო, რამდენი ბავშვია ბავშვთა სახლში. წადი, თუ ის არის. ცოტა დღეს შენის ჩარი, დადეივი ჩარიცხე, დღეს ისა. მიდი იმ ბავშვთა სახლში და მიიტანე და მიუტანე ის არა ქვია. ბავშვებს დაეხმარე. ტანსაცმელი მიუტანე, ჩასაცმელი მიუტანე. ხო. რამდენი მოხუცია თავშესაფარში. ხო? რამდენი მოხუცი დგას ქუჩაში და ნაგავში ეძებს საჭმელს. კი. ეხლა იმ ბაზარში ისეთი მოხუცები რატო უნდა იჯდნენ და რატო უნდა ყიდიდნენ იმებს რა ქვია, მწვანილს. მზის გულზე მითხარით. მიუტანე, ხო შეგიძლია. კი. შეიძლება წამალი უყიდე იმ მოხუც, ზოგს როგორ ჭირდება. ხო, კი. უყიდე წამალი. კი. საკვები მიუტანე. არა, იმას სხედან და ურიცხავენ. ვინც მართლა დასარიცხია და ვინც მართლა ის არის, იმათ არ ურიცხავენ. რამდენს ქონია TikTok-ში ლაივი, რომ ის არის რა ქვია, ჭირდება და ჩამირიცხე, მაგრამ არა. ის არ ურჩევიათ. უზრდელი სიტყვებს რო იძახიან ხოლმე. ნუ სიტყვებს მე კომენტარებშიც რანაირ სიტყვებს წერენ ეს ხალხი, რა ჯანდამო გარყნა ეს ხალხი გამაგებინა. გული აგერევა რა. გინებაც გამიგია, ისიც გამიგია, ყველაფერი გამიგონია, მაგრამ ესე კაცო. რა სიტყვებს აღარ იძახიან ხოლმე. ქალები თუ კაცებს ქალები მეც რანაირად
გულები, გულები. საერთოდ მე კაცებიც ითახიან ხოლმე მაგ რაღაც უაზროდ. საერთოდ კაცობასაც შეგაზისრებენ. ქალობასაც და საერთოდ ადამიანობას შეგაზისრებენ ისეთი ხანტები გახდნენ. მიცადზე წავედით კოსტა. ამის შალანენ ამ შალეს ნერვებზე რა. რა შემოვდიოდია. რა ამ შალეს ნერვებზე რა შემოვდიოდი აქ. აღარ შემოვალ მეორედ. არა, უბრალოდ გუში ხალხო ვერ მოვედი. გუში ვერ მოვედით ხალხო. რაღაცა ტომღაც ისე ცუდად ვიყავი გუში. რაღაცა შემოტევა მქონდა რაღაცის რა ვიცი მე, რა მქონდა. ვერი გავიგი განძრევს დავწერა. მე რაღაცანაირად ვიყავი რა ვიცი მე. უბრალოდ ვერ შემოვედი. უაზრო განწყობაზე. ხო, აი რაღაცა უაზრო განწყობაზე. უბრალოდ აიცი რა არის ხალხო, აი არ მინდოდა რომ თქვენთვისთანაც გადმოსულიყო ეს უცუდობა, აი ეს ჩემი უნებოლობა. ის არის რა ქვია, ეხლა კიდე სხვა თემაც იყო დეპრესიაზე გვესაუბრეო და მაგასაც შემდეგში ჩაგიწერთ ვიდეოში ჩავწერთ მაგას. შემდეგ ვიდეოში მაგას ჩაგიწერთ რომ ის მინდა რა ქვია. რთულია. დეპრესიაზე მეც მინდა საუბარი. საუბარი რო იცოდეთ კარგია. იმიტომ რომ ხანდახან შემოტევები მეც მაქვს და გესაუბრებით. ჩემ გამოცდილებას იმას ვიზავ რა ქვია. ხო, გადმოგცემთ. დეპრესია ნობილა. და ამ ვიდეოში ერთ რამეს გეტყვით. ჯობს რომ თავი არ მისცეთ დეპრესიას, თორემ შეიძლება ფსიქოლოგომაც ვერ გამოგიყვანოთ მანდელან. ძალიან ძნელია. ხო, ახლა დაგემშვიდობებით ახლა ხალხო მომავალ ვიდეომდე. თქვენი აზრი დამიწერეთ ამ თემასთან დაკავშირებით. რაზეც ვისაუბრეთ. თუ მეთანხმებით. სასიამოვნოა თუ არ არის სასიამოვნო ესეთი უმსგავსო მათხოვრობა. ხო. გაიხარეთ, გამრავდით, და თუ ვინმე ჰეიტერი შემოიზ დაიბლოკება, მას ყურადღებასაც არ მივაქცევ. პირდაპირ მიიბლოკება. გაიხარეთ, გამრავდით, გაბედნიერეთ. ღმერთის წყალობა გქონდეთ, ღმერთმა იმდენი მოგცეთ ჯანმრთელობა, წინსვლა და რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ სულ ყველას. ღმერთმა იმდენი მოგცეთ რომ ვიღაცას სურვილი გქონდეს რომ ვიღაცას დაეხმარო, იმდენი გქონოდეს. ოღონ მათხოვრების გარეშე. არა, ოღონ რო იმსახურებს იმას. რა თქმა უნდა, გაიხარეთ, გამრავდით, გაბედნიერეთ. ღმერთს აბაჰე და აბო. დიდი მადლობა ყურებისათვის, კომენტარებისათვის. მომავალ ვიდეომდე. აბაჰე, კარგად.